იღუმენი ნიკონი. წერილები სულიერ შვილებს. წერილი პირველი. საყვარელო, ძვირფასო, 1950 წელი. ძალიან ბევრი მინდა მოგწერო შენს წერილთან დაკავშირებით. გეტყვი ყველაზე მთავარს. ღვთის სიბრძნე იმდენად დიდია, რომ ბოროტებასაც კი უფალი ადამიანის სასიკეთოდ წარმართავს. ეს აზრი ბევრმა წმინდა მამამ ახსნა. საქმე ის არის, რომ ადამიანი ცხონდება მხოლოდ რწმენითა და მცნებათა აღსრულებით. მათი აღსრულება ცვლის ადამიანის ფსიქიკას, მის სულს და აახლებს მას. ადამიანი ხდება ახალი, ღვთის მსგავსი, უფრო სწორად ჩვენი მაცხოვრის, იესო ქრისტეს მსგავსი. ახალი ადამიანის ყველაზე მთავარი თვისებაა სიმდაბლე. ისწავლეთ ჩემგან რამე თუ მშვიდვარ და მდაბალ გულითა, რომლის გარეშეც ადამიანი თუნდაც ყველა მცნების აღსრულებით არა მარტო ვერ მიახლება უფალს, არამედ ღვთის მტრადაც კი იქცევა. რადგან თუ არ გვექნება სიმდაბლე, აუცილებლად ვიქნებით ამპარტავანი. ჩემი ვარაუდით სწორედ სულის ამ თვისებისადმია მიძღვნილი სახარების ის აზრი, რომ სატანა, რომელიც განიდევნა, დაძრწის ირგვლივ და როცა დაინახავს, რომ სახლი დასუფთავებული, გამშვენიერებული, მაგრამ ცარიელია, წამოიყვანს შვიდ მასზე უფრო ბოროტ სულს და მათთან ერთად დამკვიდრდება სულში და იქნება უკანასკნელი კაცისამის უძვირეს პირველისა. სიმდაბლის დამოკიდებულება სხვა სათნოებებისადმი წმინდა მაკარი ეგვიპტელი ხსნის იგავით დიდებული ნადიმის შესახებ, რომელიც გაიმართა მეფისა და დიდებულთათვის. მაგრამ რადგან ყველაფერი გაკეთებული იყო მარილის, ანუ სიმდაბლის გარეშე, ნადიმის მმართველმა მადლობის ნაცვლად მეფის რისხვა დაიმსახურა. ამრიგად სიმდაბლის გარეშე ამაოა ადამიანის ყოველგვარი სათნოება. სიმდაბლის გარეშე სულში შემოვა ამპარტავნება, მასთან ერთად 7 ეშმაკი, ესე იგი ყველა ვნება. საკუთარ თავზე დაკვირვებით, ცოდებთან განუწყვეტელი ბრძოლით ადამიანი დაინახავს, თუ რაოდენ წამხდარია და რა ღრმადაა გამსჭვალული ადამიანის მთელი არსება ამპარტავნობით. გაიმარჯვო საკუთარ პატივმოყვარეობაზე, საკუთარ ამპარტავნებაზე, საკუთარ თავზე შექმნილ წარმოდგენაზე ნიშნავს გაიმარჯვო ყველა ცოდვაზე. და აღმოჩნდა, რომ შეიძლება ადამიანს ცოდვით დაცემა დაეხმაროს სიმდაბლის მოპოვებაში. თუკი ადამიანი თავის დაცემაში არავის და არაფერს ადანაშაულებს, გარდა საკუთარი თავისა, ეს სავსებით სამართლიანი იქნება. ყველაფერში თვით ადამიანია დამნაშავე, ხოლო გარემო პირობები და ეშმაკები მხოლოდ ხელს უწყობენ ცოდვას, აცდუნებენ, საბოლოო გადაწყვეტილებას კი ადამიანი იღებს. ამიტომ მთლიანად ისაა პასუხისმგებელი. ამას მოწმობს ცოდვის ჩადენის შემდეგ გამოწვეული სინდისის ქენჯნი. ადამიანი საკუთარ ცოდვებთან ბრძოლისას, ან ამა თუ იმ ცოდვით დაცემისას, არა თეორიულად, არამედ გამოცდილებით შეიგნებს თავის უკეთურებას, თავის უძლურებას და თანდათან მოიპოვებს სიმდაბლეს. ყველგან და ყოველთვის ცოდვით დაცემული ადამიანი ბოლოს და ბოლოს გულის ღრმა შემოსვლილებით თვალცრემლიანი დაეცემა ღვთის წინაშე. მთელი გულის სიღრმიდან აღიარებს თავის ცოდვილობას, ცოდებთან ბრძოლაში თავის უსუსურობას და შეევედრება ღმერთს. უფალო უკეთო გინდეს, ძალგიც განწმენდაი ჩემი, როგორც ამბობდა კეთროვანი. რამე თუ თავით ჩემით არ არა ძალმიც, უფალო მასწავლე, რათა ვყო ნება შენი. უფალო აღმოიყვანე საპყრობილით სული ჩემი. აქ ადამიანი შეიცნობს ღვთის მოწყალებას დაცემული ადამიანის მიმართ, რადგან გულწრფელი სინანულის შემთხვევაში ღმერთი იცავს ადამიანს, ხსნის მას ცოდებს, კურნავს ცოდვით გაჩენილ სულის იარებს და ადამიანი თავის გამოცდილებით შეიმეცნებს ღვთის არსებობას, ადამიანისადმი მის მზრუნველობას, დაიგებს, რომ ახლო არის უფალის შემოსრულთათვის გულითა, რომის ჭეშმარიტად ჩვენი სულების მკურნალია და სხვა და სხვა. ამრიგად ცოდვით დაცემა, რომელიც ბოროტება იყო, იქცევა უდიდესი სიკეთის მიზეზად. ეს არის ღვთის საოცარი სიბრძნე, ისევე როგორც ყოველივე.
ამიტომ ჩემო ძვირფასო გული არ გაიტეხო, როცა რომელიმე ცოდვა დაგძლევს, არამედ თავი დაიდანაშაულე ღვთის წინაშე. აღიარეს შენს მიერ ჩადენილი ცოდვა. არავინ დაადანაშაულო, თავი დაიმდაბლე. შეიცანი შენი უძლურება ყველაფერში და ევედრე უფალს, რომ შეგეწიოს თავის წმინდა მცნებათა აღსრულებაში. მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ შენ არ გმართებს მთელი ძალით ბრძოლა. მთელი ძალით უნდა იბრძოლო, უნდა შეისწავლო წმინდა მამათა ბრძოლის მეთოდები, უნდა გაითვალისწინო გარემოებანი, რომლებიც ხელს შეგიწყობენ გამარჯვებაში ან დამარცხებაში. ამ უკანასკნელს უნდა განერიდო და ეძებო პირველი. მთავარი კი ისაა, რომ ცოდვილ გულისწყმათა აღმოცენებისას არ შეწყვიტო მთელი გულით უფლისადმი შეწენვის თხოვნა იმის შეგნებით, რომ თავად არ ძალგიც ცოდვის დამარცხება. ცოდვა თუ გძლევს, ან ცოდვის აღსრულებისას არ შეგწყვეს გონებით ღვთის წინაშე დამხობისა და თქვი, უფალო, ხედავ, რასაც ვიქმნი, შემეწიე, რათა თავი დავაღწიო ეშმაკის ძალაუფლებას და გულის სიღრმეში იტირე ღვთის წინაშე, რაც შეიძლება ხშირად მოუხმე მას, რათა შეგეწიოს ყველაფერში მთელი ცხოვრების მანძილზე. რამე თუ ძნელია ამ წუთის სოფელში მცნებათა აღსრულება. სწორედ ამიტომ ტიროდნენ ძველად წმინდა მამები ჩვენი დროის ადამიანებზე, რადგან ბევრი იქნება ცოდვის წარწმედილი. არსებობს ცოდვათა წინააღმდეგ ბრძოლის კიდევ ერთი მძლავრი საშუალება. როგორც კი რომელიმე დიდ ცოდვაში ჩავარდები, მიდი და აღიარე მოძღვრის წინაშე. თუ მაშინვე შეუძლებელია, როგორც კი მოგეცემა ამის შესაძლებლობა, იმ წამსვე, ხვალისთვის ან შემდგომისთვის არავითარ შემთხვევაში არ გადადო. ვინც ხშირად და მალევე ინანიებს ცოდვებს, ამტკიცებს, რომ ცოდვას ძულს, ვერ იტანს ეშმაკის მონობას და მზადაა აღსარებისას განიცადოს სირცხვილი, ოღონდ გათავისუფლდეს და განიწმინდოს ცოდვებისაგან. ყოველივე ამისათვის შემდეგში მას უფალი აჯილდოებს სრული გამარჯვებით. ამასთანავე არ ეუფლება თავის თავზე დიდი წარმოდგენა და არც ამპარტავნება. ყურადღება მიაქცია ამას, ყველგან ეშმაკის ბადეა. ამრიგად საწყისად კეთილი აირჩიე, მთელი ძალით იბრძოლე, დაცემისას სასო არ წარიკვეთე, არამედ იგლოვე, იტირე ღვთის წინაშე. წინასწარ განჭვრიტე ვითარება და ერიდე საზიანოსა და საშიშს. უმალვე უთხარი მოძღვარს აღსარება. ძველ და ახალ ცოდვით დაცემათა გახსენებით მოიპოვე სიმდაბლე. უფალით შეგეწევა და იქნები ქრისტეს გამოცდილი მხედარი, შემდგომში სხვათა დახმარების შემძლებელი. თავი არ მისცე სიზარმაცეს, არ დააგდო შენი მცირე კანონი. კანონად დაიდე აუცილებლად თუნდაც საათში ერთხელ, თუ საშუალება გექნება უფრო ხშირადაც, ლოცვით მიმართო უფალსა და ღვთისმშობელ დედას, მოტევებისა და შეწევნისათვის. უფალი იყოს შენი შემწე, წმინდა სერგისა და რადონეჟის, სხვა სასწაულთმოქმედ მამათა მეოხებით.